დრამატული მატჩი და გამარჯვება პენალტებში, PSG სუპერთასის მფლობელია. Paris Saint-Germain ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია. ტოტენჰემთან მატჩი ძალიან დრამატული და საინტერესო გამოდგა, სადაც PSG-ს ორჯერ მოუწია თამაშში დაბრუნება, ჯერ თამაშში, შემდეგ კი პენალტების სერიაში. ვან დე ვენის და კუტი რომეროს გოლებიც სპურსი 85 წუთისთვის 2-0 იგებდა, თუმცა პარიზელებმა კანინლის და გონსალო რამოშის გოლებით მატჩის გადარჩენა ბოლო წუთებზე შეძლეს. სუპერთასის ფორმატის გამო დამატებითი დროის ნაცვლად პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, სადაც ტოტენჰემმა თავისი პირველი დარტყმა გაიტანა, PSG-ს მხრიდან კი ვიტინიამ ბურთი კარის ჩარშოშიც ვერ მოარტყა და მატჩის მსგავსად, აქაც ტოტენჰემი დაწინაურდა. თუმცა პარიზელებმა ყველა შემდეგი დარტყმის გატანა შეძლეს, ლონდონელებმა კი 2 დარტყმა გააფუჭეს, ძირითად დროში გოლის ავტორ ვან დე ვანს პარიზელთა ახალწეულმა ლუკას შევალიემ აუღო, მატისტელმა კი ვიტინიას მსგავსად კარის ჩარშოს ააცილა ბურთი. გადამწყვეტი გოლი ნუნუ მენდეშმა გაიტანა და PSG ისტორიაში პირველად გახდა ევროპის სუპერთასის გამარჯვებული. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და თითქმის მთელი დრო შეტევის მარჯვენა ფრთაზე გაატარა. ლუის ენრიკე მის მოედნიდან მეს 60 წუთზე გაიყვანა, როცა მისი გუნდი 0-2 აგებდა. საბოლოოდ ხვიჩასთვისაც და PSG-სთვისაც ყველაფერი კარგად დასრულდა და პარიზულმა კლუბმა მორიგი ტიტული მოიგო.